მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 57 პატიმარი გარდაიცვალა. სახალხო დამცველმა წლის ანგარიში წარმოადგინა. მოხსენება 2009 წელსა და 2010 წლის პირველ ნაწილს მოიცავს. ომბუდსმენი ყურადღებას ძირითადად ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე ამახვილებს. სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში რეალურად არსებული ვითარება ანით ამაზეშვილის სიუჟეტში. 57 გარდაცვლილი 6 თვეში ეს არის ყველაზე დიდი ციფრი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში პენიტენციალურ სისტემაში დაფიქსირდა. სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიში საუბარია ციხეებში პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სისტემაში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმაზე. სახალხო დამცველი გიორგი ტულუში ანგარიში აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ციხეებში პატიმრების მკურნალობა სრულიად არაადეკვატურად ხდება. 200 გვერდიან ანგარიში საუბარია ექიმების დაბალ კვალიფიკაციაზეც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის სამინისტროც ჩაერთოს, რადგან არსებული მდგომარეობით დარღვეულია ყველა საერთაშორისო ნორმა. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ხვდებით არაერთ კონკრეტულ ფაქტს, როდესაც ჯანდაცვის მომსახურება მიწოდებული პატიმრების არაადეკვატური, ხშირ შემთხვევებში დაგვიანებული, გარდა ამისა სამედიცინო ინფრასტრუქტურაც, რომელსაც მე ვეხები, არის არასრული. გარდა მცირე გამონაკლისებისა, მთელი რიგი დაწესებულებები არ არის აღჭურვილი სათანადო სამედიცინო აპარატურით. ექიმთა კვალიფიკაციის დონე არის სამწუხაროდ საკმაოდ დაბალი, რაც ძალიან ხშირად აისახება არასათანადო მკურნალობაზე. ციხეებში არსებულ შემაშფოთებელ ვითარებაზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დამცველებიც. ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას არ იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ანგარიშშია ნათქვამი. ძალიან ხშირია სიკვდილიანობა. ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ციხეებში ხედან და უყურებენ მორგს ერთ-ერთი დაწესებულებიდან, იძახიან, რომ არ არის დღე, რომ იქ არ შეყავდეთ თითო გარდაცვლილი მაინც. ეს არის საგანგაშო რიცხვი. და რა თქმა უნდა, ამის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ცხადდება. არასამთავრობო ორგანიზაციის სოლიდარობა უკანონო პატიმრების წევრი ეკაბესელია გახშირებულ სიკვდილიანობასა და დაავადებათა მასობრივ გავრცელებას ციხეებში სახელმწიფოს აბრალებს. ეკაბესელია მიიჩნევს, რომ პატიმრების მიმართ ხელისუფლებას გულგრილი დამოკიდებულება აქვს. პატიმარი მათთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას, რატომღაც მიაჩნია ხელისუფლებას და მათ შორის პენიტენციალურ სისტემის ხელისუფლებასაც და ხელმძღვანელობასაც, რომ პრაქტიკულად ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, რომ პატიმარს აღკვეთილი აქვს არა მარტო თავისუფლება, არამედ ყველაფერი. მათ შორის თურმე პატიმარს არ აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ელემენტარული თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების უფლება. სახალხო დამცველის ანგარიშის პარალელურად სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა 1000 ადგილიანი სარეჟიმო კორპუსის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა. ახალი კორპუსი ქსანში ტუბერკულოზის არსებული დაწესებულების ადგილას შენდება. ხათუნა კალმახელიძემ ჯანდაცვის რეფორმირება პენიტენციალურ სისტემაში სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ეს იქნება ყველაზე ეფექტური ნაბიჯი გადადგმული იმისაკენ, რომ საბოლოოდ დაუსვათ წერტილით ტუბერკულოზის გავრცელებას პენიტენციალურ სისტემაში და მოვახდინოთ ამ დაავადების ეფექტური მკურნალობა ჩვენ სისტემაში. ერთადერთი პოზიტიური რეფორმა, რომელიც სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ასახული სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სტომატოლოგიური მომსახურების განვითარებაა. სპეციალური ანგარიში 2009 წელს სრულად და 2010 წლის პირველ ნახევარს მოიცავს. ანგარიში რეკომენდაციული ხასიათისაა და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.